მოლოდნელად ხანმოკლე წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ემიგრაციის უსაფრთხოების და ეკონომიკური გამოწვევების გარშემო ცხარე დისკუსიების შემდეგ 23 თებერვალს გერმანია ახალ მთავრობას აირჩევს. გერმანიის კანცლერის თანამდებობის დასაკავებლად 4 კანდიდატი იბრძვის. მათ შორის თანამდებობაზე ამჟამად მყოფი ოლაფ შოლცი, მოქმედი ვიცე-კანცლერი და ოპოზიციონერი და ულტრამემარჯვენე ლიდერები. საკითხავია თუ რამდენად შეუძლებთ სამომავლოდ მივაღწიოთ მეც ვიდრე პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის. პასუხი მარტივია, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად დიდი იქნება განსხვავება ჩვენსა და ყველა სხვა პარტიას შორის. 79 წლის ოპოზიციონერი ლიდერი ფრიდრიხ მერცი და მისი მემარჯვენე ცენტრისტული გაერთიანება წინა საარჩევნო გამოკითხვებში ლიდერობს. იგი პარტიის სათავეში მას შემდეგ მოვიდა, რაც მისმა ყოფილმა მეტოქემ და კანცლერმა ანგელა მერკელმა 2021 წელს თანამდებობა დატოვა. მას შემდეგ მერცმა პარტია მეტად კონსერვატიული მიმართულებით წაიყვანა და არალეგალური მიგრაცია ცენტრალურ საკითხად აქცია. სანამ დეპუტატი გახდებოდა, პოლიტიკური კარიერა 1989 წელს ევროპარლამენტში დაიწყო, თუმცა მოგვიანებით აქტიურ პოლიტიკას ჩამოშორდა და შესაბამისად ხელისუფლებაში მუშაობის დიდი გამოცდილება არ აქვს. თუ გსურთ დარწმუნებული იყოთ, რომ გერმანია განაგრძობს ეკონომიკურ ზრდას, სამართლიანობისთვის ბრძოლას, რომ გვექნება სტაბილური პენსიები და გაიზრდება ხელფასები, უნდა აირჩიოთ გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია. მერცისგან განსხვავებით დიდი სამთავრობო გამოცდილება აქვს მოქმედ კანცლერს 66 წლის მემარცხენე ცენტრისტ ოლაფ შოლცს. მანამდე იგი ჰამბურგის მერის და გერმანიის ფინანსთა მინისტრის პოზიციებზე მუშაობდა. კანცლერის ამპლუაში მას არაერთ გამოწვევასთან გამკლავება მოუწია. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მან გერმანიის არმიის მოდერნიზაცია დაიწყო. ამ პერიოდში გერმანია უკრაინისთვის იარაღის მეორე უმსხვილესი მიმწოდებელი გახდა. თუმცა მისი სამპარტიული კოალიცია გასული წლის ნოემბერში ეროვნული ეკონომიკის გამოცოცხლების გზებზე შიდა უთანხმოების გამო დაიშალა. თუ გერმანიის სათავეში მოვა პარტია, რომელიც მთელ ძალისხმევას გლობალური დათბობის შემცირებისკენ არ მომართავს და პირიქით ხელს შეუწყობს მას, მაშინ ევროპა ვერ მიაღწევს კლიმატის დაცვის მიზნებს. თუ ევროპა ამას ვერ შეძლებს, მაშინ როგორ შეიძლება რომ ევროკომისარი, ან გერმანიის კანცლერი, ან კლიმატის დაცვის მინისტრი ჩავიდეს ჩინეთში, ინდოეთში ან ინდონეზიაში და მათ წარმოების შემცირება და განახლებად ენერგიაზე გადასვლა მოსთხოვოს. გარემოს დამცველ მწვანეთა კანდიდატი მოქმედი ვიცე-კანცლერი და გერმანიის ეკონომიკის და კლიმატის მინისტრი 55 წლის რობერტ ჰაბეგია. მის საქმიანობას მინისტრის პოზიციაზე არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. კერძოდ წიაღისეული საწყობის გათბობის სისტემების მწვანე ალტერნატივებით ჩანაცვლების გეგმების გამო. უნდა შემცირდეს სოციალური შეღავათები მათთვის, ვისაც დარჩენის უფლება არ აქვთ და უნდა შედგეს მასშტაბური რეპატრიაცია. გულწრფელი ვიქნებით, უსაჭიროა ამას რეემიგრაცია ვუწოდოთ, მაშინ დიახ. ამას რეემიგრაცია ჰქვია. ქვეყნის მთავარი თანამდებობისთვის იბრძვის 46 წლის ალის ვაიდელიც, ულტრამემარჯვენე ანტიიმიგრაციული პოლიტიკის მომხრე. პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის ერთ-ერთი ლიდერი. განათლებით ეკონომისტი პარტიას დაფუძნებიდან მალევე 2013 წელს შეუერთდა. დეკემბერში კი გუნდმა იგი კანცლერობის კანდიდატად დაასახელა. თუმცა სხვა პოლიტიკური ჯგუფები აცხადებენ, რომ ულტრამემარჯვენე პარტიასთან თანამშრომლობას არ აპირებენ. შესაბამისად, ალის ვაიდელს კანცლერობის რეალური შანსები ამ ეტაპზე არ აქვს. მიუხედავად ამისა, იმ შემთხვევაში თუ ალტერნატივა გერმანიისთვის ხმების 20%-ს მიიღებს, როგორც ამას გამოკითხვები მოწმობს, ჯგუფი ბუნდესტაგში ადგილების გაორმაგებას შეძლებს. BBC-ს უახლესი წინასაარჩევნო მონაცემების თანახმად 4 ყველაზე დიდ ჯგუფს შორის ამ ეტაპზე ქრისტიან-დემოკრატიული პარტია ცალსახად ლიდერობს, ხმების 30.2%-ით. მას მოჰყვება ალტერნატივა გერმანიისთვის 20.7%-ით. მესამე ადგილს 15.4%-ით სოციალ-დემოკრატიული პარტია იკავებს, ხოლო მწვანეთა გაერთიანებას წინასაარჩევნო გამოკითხვებში ამ მომრჩევლების 13.5% უჭერს მხარს. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ გერმანიის მომდევნო კანცლერი ფრიდრიხ მერცი გახდება.